უწმინდესისა და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმა აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით საქართველოში უკვე რამდენიმე წელია მირქმის დღესასწაული განსხვავებულად, კერძოდ სვანეთის სოფლებში შემორჩენილი ძველი წესის ლამპრობის, ანუ სვიმნიშობის, წმინდა სვიმეონ მიმრქმელის დღის და ძველ საღვთისმსახურო წიგნთა გათვალისწინებით აღენიშნება. ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა 14 თებერვალს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა დეკანოზმა მირიან სამხარაძემ მრევლთან ერთად ლოტკინის დასახლებაში წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ოჯახებს მირქმის დღესასწაული მიულოცა. სასულიერო პირთან ერთად იმყოფებოდნენ წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები. სვანეთში შემორჩენილი ერთ-ერთი ტრადიციით საეკლესიო მსახურების შემდეგ ბავშვების გუნდი ანთებულის სანთლებით, მაცხოვრის დიდებით და სვიმეონ მიმრქმელისადმი ლოცვით დადიან მთელ სოფელში. თითოეული ოჯახიდან მათ შესახვედრად ასევე ანთებულის სანთლით გამოდის ოჯახის უფროსი. ბავშვები, რომლებიც სიმბოლურად განასახიერებენ მაცხოვარს, ლოცავენ მას და შემდეგ ოჯახის უფროსიც, რომელიც ასევე სიმბოლურად განასახიერებს სვიმეონ მიმრქმელს, ლოცავს მათ. შემდეგ რომელიმე ბავშვი ანთებულ სანთელს აწვდის ოჯახის უფროს და ისიც თავის სანთელს გადასცემს ბავშვს, რაც სიმბოლოა ძველი და ახალი აღთქმის ყრმა იესოს და წმინდა სვიმეონ მიმრქმელის შეხვედრისა. ყველას გილოცავთ მირქმის დღესასწაულს. ტრადიციულად ჩვენი ლოტკინის მოსახლეობა ტბელ აბუსერისის სახელობის ტაძრის მრევლი ლოცვის შემდეგ, საღამოს ლოცვის შემდეგ გამოვდივართ ლოტკინის ქუჩებში, ულოცავთ ხალხს მირქმის დღესასწაულს, ურიგებთ სანთლებს, ჟურნალებს, ხატებს და ეს არის სასიხარულო დღე ყველასათვის. მთელი უბნის მოსახლეობისათვის ხალხი გამოდის ქუჩაში, გვეგებება, უხარიათ. ჩვენ ვერაფერ მნიშვნელოვანს ამ ადამიანებს ვერ გავუკეთებთ, მაგრამ ერთი დღეს რომ გაულამაზოთ და გაუმრავალფეროვნოთ ადამიანებს, ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დღევანდელი პრობლემებითა და დღევანდელი განსაცდელებით ახსავსეთ ცხოვრებაში. მინდა მიულოცო ყველას დღესასწაული, მირქმის დღესასწაული, განსაკუთრებით მინდა მიულოცო ჩვენს პატრიარქს, მის უწმინდესობას. მინდა მიულოცო ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების ადამიანს. აი ეს ლოტკინის მრავალ ეროვნული უბანია და მიუხედავად მათი სარწმუნოებისა, მიუხედავად მათი ეროვნებისა, ყველა გამოდის, გვეგებება, ყველას უხარია და ღმერთმა ქნას რომ ასე გახარებული ერთიანი ყოფილიყო ჩვენი სამშობლო საქართველო. ეს არის სახალხო დღესასწაული, რომელიც ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, წარმართული დროიდან სრულდებოდა საქართველოში, აღესრულებოდა ეს რიტუალი, განსაკუთრებით სვანეთში. და ეს არის რა თქმა უნდა შემდეგ ეს დაუკავშირდა მირქმის დღესასწაულს და ხარობს ადამიანები დიდ სიხარული სუფევს ყველგან ირგვლივ და ამიტომ ჩვენ ერთი დღეს რო ვაჩუქოთ, როგორც აღარ გითხარით ადამიანებს, სიხარულს ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ილოცავთ ლამპრობის დღესასწაულს. ეს დღესასწაული უკვე მეხუთე წელია აღინიშნება ჩვენს უბანში, პატრიარქის კურთხევით დაფუძნდა და მრევლთან, ჩვენს მოსწავლეებთან, მშობლებთან ერთად ასე ჩირაღდნებით ანთებული დავდივართ ხოლმე და ულოცავთ და ვახარებთ ჩვენი უბნის მოსახლეობას. მივიღეთ მონაწილეობა ლამპრობის სახალხო მსვლელობაში. მე პირადად მეორედ ვიღებ მონაწილეობას ამ მსვლელობაში და მადლობელი ვარ ღმერთის ამისთვის და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოულოცო სრულიად საქართველოს მირქმის დღესასწაული. გილოცავთ სრულიად საქართველოს მირქმის დღესასწაულს. ტბელ აბუსერისის სახელობის ტაძარი გილოცავთ მირქმას, მრავალს დაესწარის და მადლობა ღმერთს რომ კიდევ არსებობს ეს დღესასწაული და დღემდე გაგრძელდება. გილოცავთ ყველას მირქმის დღესასწაულს. მე ამ მსვლელობაში ვიღებ უკვე მესამედ მონაწილეობას და გილოცავთ ყველას კიდევ ერთხელ და იმედია რომ შემდეგში უფრო მეტრი ვიქნებით. გილოცავთ ყველას მირქმის დღესასწაულს, უკვე მესამე წელია რაც ამ ეკლესიაში ვარ, როგორც სიხაროსანი და მესამე წელია რაც უკვე აღნიშნავს დღევანდელ დღეს. მინდა მთელ საქართველოს მიულოცო და მრავალს დაესწრით. პირველად ვიღებ მონაწილეობას და ჩემთვის არის უდიდესი სიამოვნება. გილოცავთ მირქმის დღესასწაულს. სრულიად საქართველოს ულოცავ მირქმის დღესასწაულს. დღეს
ხატებით და სანთლების მსვლელობით მთელი ლოდკინის მოსახლეობას მამა მირიანმა ბრევლთან ერთად მიულოცა დამდეგი დღესასწაული. ყველას გილოცავ დღევანდელ დღეს მრავალსაესწარით. მინდა რომ ყველა ოჯახი კარგად იყოს და ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს. ამ მსვლელობაში მეორედ ვიღებ უკვე მონაწილეობას და მინდა რომ ყოველთვის უფრო და უფრო მეტნი ვიყოთ.